სხდომის დაწყების წინ გამოცხადდა სია იმ მოწმეებისა, რომლებიც გამოცხადებული იყვნენ სასამართლოში, მათ შორის იყო გაუმძიებელი ფარცვანია, გამოცხადებული, ვიდრე დაიკითხა რამდენიმე ბრალდების მოწმე, შემდეგ დადგა ჯერ ფარცვანიას დაკითხვის, გამოცხადდა, რომ ფარცვანიამ დატოვა სასამართლო დარბაზი, ვინაიდან ის გამოძახებული იყო თბილისში. გვაქვს ეჭვი მასთან დაკავშირებით, რომ დღეს ბრალდების მოწმეების დაკითხვა და ბრალდების მოწმეებმა ფაქტურად ვერ დაადასტურეს ბრალდება. მათი ჩვენებები იყო საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობების შემცველი და ვარაუდობთ, რომ ფარცვანიას დაკითხვა ესეთ გარემოში ხელს აღარ აძლევდა ბრალდების მხარეს და ალბათ შეეცდებიან ფარცვანია უფლოსაფუძვლიან მოამზადონ შემდეგი სხდომისთვის და ფაქტურად სასამართლოში მოსული მოწმე აღარ შემოვიდა დარბაზში ჩვენების მისაცემად. მაგრამ ეს არ არის ახლა ისეთი დიდი ტრაგედია, სიმართლე რო გითხრათ. ვინაიდან, როდესაც მოწმე უნდა ილაპარაკოს ის, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, ის ყოველთვის უშვებს შეცდომებს, რაც არ უნდა მოამზადო წინასწარ დაკითხვისათვის. არ ქონია ადგილი სერგო ჩაჩიბაიას მხრიდან. არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და არც შემდგომ სისხლის სამართლის დანაშაულს. და სწორედ იმიტომ, რომ მიგონებენ, აბსოლუტურად განსხვავებულად აღწერენ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და შედიან წინააღმდეგობებში ერთმანეთთან და თავიანთ მიერ ადრე მიცემულ ჩვენებებთან. დღეს ერთ-ერთი მოწმე მაისურაძემ, ერთ-ერთმა ძირითადმა მოწმემ, თავად სასამართლოში მისცა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ერთზოთ ერთხელ თქვა მან, რომ ის არ მონაწილეობდა სერგო ჩაჩიბაიას ადმინისტრაციული დაკავების ოქმის გაფორმებაში და მის ადმინისტრაციული წესით პირად შემოწმებაში, რა დროსაც აღმოაჩნდა დანა, რომლის უკანონო ტარება როგორც ცივი არაღის ბრალად ერაცხება დღეს დანაშაულად. შემდეგ, როდესაც წარუდგინე მას ეს ოქმი და აღმოჩნდა მისი ხელმოწერა, მან თქვა, რომ ესწრებოდა და მონაწილეობდა და ამის შეწყვეტა. ანუ ესეთ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს ის. კიდევ რაც მოხდა დღეს მნიშვნელოვანი ეს იყო ჩვენ თავიდანვე გვინდოდა დამატებითი მოწმეების დაკითხვა და ვერ მივახციეთ ამას. წინა სასამართლო სხდომაზე, დღევანდელი სხდომაზე დაკითხვის დროს ბრალდების ხარის ერთ-ერთმა მოწმემ გელან არუშვილმა დაასახელა სხვა პოლიციელები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ მათ ადმინისტრაციულ დაკავებაში და რადგან დასახელდა მათი სახელი და გვარები, ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც ახალი გარემოებიდან გამომდინარე, ამავე სხდომაზე მოვითხოვეთ მათი კონკრეტულად დაკითხვა, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება დაითქვას, რომ სრულად ობიექტური და სწორად იქნა მიღებული სასამართლოს.